არ ვიბძვით აქ რაღაცა 100 და 150 ლარის ჩვენ აქ ვიბძვით უფრო მეტისთვის და ყოველთვის როდესაც ადამიანს იდეა ამოძრავებს ის ადამიანი ბევრად უფრო საშიშია ვიდრე ეს რაღაც დაქირავებული ძალიძველი ბიჭები. აქტივისტ დავით სეხნიაშვილის ეს ვიდეო, რომელიც 8 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბთანაა გადაღებული და ტელეკომპანია პირველი 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში გავიდა, ანტიოპოზიციურმა გვერდებმა, პროსახელისუფლებო ექსპერტებმა და პოსტივიმ ასე დაარედაქტირეს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გვაქვს დასაკარგი და ჩვენ არ ვიბძვით აქ რაღაცა 100 და 150 ლარის ჩვენ აქ ვიბძვით უფრო მეტისთვის და მანიპულაციურად გავრცელეს. ჩვენ 500-600 ლარი გვიქვს. კონკრეტული პირი არ იბძვის და დანარჩენები შეიძლება დაბალი ტარიფი აქვს. მანიპულაციური ვიდეოს გავრცელების მიზანი აქციის მონაწილეების დისკრედიტაციაა. კარგად არის მოჭრილი. არასრულად გავრცელებულ ვიდეოს მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს და აფიქრებინებს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პროტესტში მონაწილეობის სანაცვლოდ თანხის მიღებას ადასტურებს. ამ და სხვა თემებზე გადამოწმებული ფაქტები წაიკითხეთ მითების დეტექტორზე.